ჩვენ მშვიდობა. ქართული ოცნება ომით გვაშინებს და ცდილობს თავი მშვიდობის გარანტად წარმოაჩინოს. მოდით ვთქვათ, რა არის ნამდვილი მშვიდობა და ვნახოთ, როდის უფრო დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს, ევროპული დემოკრატიის პირობებში თუ მის გარეშე. უპირველეს ყოვლისა, ნამდვილი მშვიდობის მისაღწევა და შესანარჩუნებლად ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიცია, სკოლა და სასამართლო თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენისგან და ადამიანებს არ ექნებათ უსამართლო მოპყრობისა და ჩაგვრის შიში. მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ სახელმწიფოს აქვს უნარი დაიცვას ისინი ნებისმიერი საფრთხისაგან. სტიქიური უბედურება იქნება ეს შიდა კონფლიქტი თუ უცხო ქვეყნის აგრესია. ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რაც გულისხმობს მთავრობის ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე და არა პირიქით ხალხისას მთავრობის წინაშე. ანგარიშვალდებული ხელისუფლების პირობებში მოქალაქეებს კი არ ეშინიათ მთავრობის, არამედ მთავრობა აცნობიერებს პასუხისმგებლობას და იცის, რომ ხალხს შეუძლია იგი დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალოს და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს საზოგადოებისთვის საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად. კანონის უზენაესობა, რომლის პირობებშიც კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და მასზე მაღლა არც რომელიმე პარტიის საპატიო თავმჯდომარე დგას და არც გენერალური პროკურორი. უდანაშაულო ადამიანს ვერავინ შეავიწროებს და უმაღლესი თანამდებობის პირი, თუ კი კანონს დაარღვევს, ისევე დაისჯება, როგორც ნებისმიერი სხვა. თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები. მშვიდობას სისუსტე კი არა ძლიერება ამკვიდრებს. ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად შეჩერდა ქართული ჯარის გაძლიერების საერთაშორისო პროგრამები, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში აშშ-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობა. ოლიგარქის პარტიამ დაასუსტა ქართული ჯარი, ჩამოგვაცილა საუკეთესო მეგობრები და უფრო დაუცველი გაგხადა რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის წინაშე. სინამდვილეში, ნატო და ევროკავშირი მსოფლიო ისტორიაში ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის საუკეთესო მაგალითებია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნატოს ან ევროკავშირის წევრს რომელიმე ქვეყანა თავს დასხმოდეს, ან კონფლიქტი მათ შორის მიმხდარიყოს. სწორედ ამიტომ შეუძლებელია მშვიდობისა და განვითარების გარანტი ერთი ადამიანი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იყოს, როგორც ამაში ქართული ოცნება გვარწმუნებს. მშვიდობა, განვითარება და თავისუფლება მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტებით, ანგარიშვალდებული ხელისუფლებით, კანონის უზენაესობით და ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღწევა. ქართული ოცნების დაპირება მშვიდობის შენარჩუნებაზე მხოლოდ საარჩევნო ხრიკია ძალაუფლების გასახანგრძლივებლად. დემოკრატია და ევროპული სახელმწიფო შექმნა კი თავისუფალ ერებთან შეგვაკავშირებს და ყველას ნამდვილ, სტაბილურ მშვიდობას მოგვიტანს.